არის. ჩვენ ყოველთვის ხელისუფლებებს ვაბრალებთ ამას, მაგრამ ეს კათასი არ უნდა იყოს. მახსოვს პერიოდი, როდესაც სერიოზულ ანალიზს ვაკეთებდით მეცნიერებთან ერთად, მაშინ ჩამოყალიბდა ასეთი ფორმულა. რადგან საქართველოში კანონმდებლობის მიხედვით მეცნიერები, მეცნიერებათა აკადემია, მეცნიერები, საერთოდ მეცნიერება ითვლება საქართველოს ხელისუფლების კონსულტანტად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ასეთი ფორმულა, რომ თუ თქვენ მეცნიერები იმას ურჩევთ, რასაც ხელისუფლებები აკეთებდნენ და აკეთებენ, მაშინ რა გვინდა ასეთი მეცნიერება? და თუ ხელისუფლება იმას არაკეთებს, რასაც თქვენ ურჩევთ, მაშინ რა გვინდა ასეთი ხელისუფლება? წყალგამყოფი გავლებულია უკვე. ყველაზე კარგი მდგომარეობა არის იმ ქვეყანაში, სადაც მეცნიერები უმაღლესი პასუხისმგებლობით აანალიზებენ მდგომარეობას და სადაც მეცნიერები აძლევენ რეკომენდაციებს ხელისუფლებას და ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ მეცნიერთა მიერ ესე იგი მიცემული რეკომენდაციები მოქმედებაში მოიყვანოს ან იკამათოს მეცნიერებთან რაღაც სხვა ჯგუფებში და რაც იქნება საბოლოო შეთანხმება, ის მოქმედებაში მოიყვანოს. ეს ყველაფერი არის კლასიკური მოდელი განვითარების. ამ მოდელით განვითარდა ყველა ქვეყანა, რომელიც წავიდა წინ. ამ მოდელით ამოვიდა გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პირველი ჯერ მსოფლიო ომის და მერე მეორე მსოფლიო ომის. ამ მოდელით ამოვიდა იაპონია მდგომარეობიდან. ამ მოდელით განვითარდა ესე იგი ყველა წარმატებული ქვეყანა, რომელიც კი არის დღეს, ნუ ეს საფუძველი იყო ყოველთვის ამერიკის, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტს რომ ირჩევენ ერთ-ერთი პირველი არჩევნების შემდგომ, სადაც მისთანაც მიდის ეს მეცნიერები არის. საქართველოში მეცნიერებს იგნორირება გაუკეთეს. ეს ერთია, მაგრამ მეორე ის არის, რომ მეცნიერებისადმი დამოკიდებულება და მეცნიერი კაცისადმი დამოკიდებულება იმდენად არაქართულია, რომელიც არ ეკადრება, როგორც იტყვიან, საქართველოს უარ ეკადრება. არის იცით რა მემესმის კანონი და კანონმდებლობა ყველაფერი, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში მეცნიერს მაინც სხვა პატივით ეკიდებიან და მეცნიერებისადმი დამოკიდებულება სხვა არის. შეიძლება მეცნიერი არ მოგწონდეს, მაგრამ ის რომ თქვა მეცნიერების გარეშე ქვეყანა განვითარებული იყოს, ესეთი რამ მსოფლიომ არ ეცეს. ჩვენ დღეს განსაკუთრებულ რამზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩემთან ერთად მონაწილეობს ამ გადაცემაში პიროვნება ამირა ნაფციაური. ეს არის მეცნიერების დოქტორი, რომელმაც დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, მაშინ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტი. მერე ბაუმანში საბჭოთა კავშირის დროს ითვლებოდა, რომ იყო უპირველესი და უმთავრესი განსაკუთრებით ტექნიკური მიმართულებით და იქ იყო დიდი პატივი და ასე ადვილი არ ყოფილიყო, რომ ასპირანტურაში იქ მოხვედრილიყავი და ჯერ კიდევ 1991 წელს მან დაიცვა დისერტაცია ბაუმანში და არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნებაზე, რომელიც პრაქტიკულად ტესტას წარმომადგენლად ითვლება ქვეყანაში. ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნებაზე, რომელიც ეკოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნებაზე, რომელიც ტექნიკური მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეულია და რომელსაც ენერგეტიკის თვალსაზრისით აქვს ქვეყანას უმჭირდება რაღაც ჰაერით უმჭირდება ისეთი მოსაზრებები გააჩინა, როგორც ენერგიის შენახვასთან დაკავშირებით, ისევე ახალი ენერგიის. ჩვენ წინ ზის პიროვნება, რომელმაც ჰაერისაგან მიიღო ელექტროენერგია თავის გერმანულ მეგობრებთან ერთად, თეორიულად ამ კაცმა დაასაბუთა ეს თეორიულად. მაქსველის თეორიას გარკვეულწილად განავითარა და ესე სასაუბრო რამე და წიგნები გარეთ გამოდის და ინტერნეტში იყიდება. ამ პიროვნებამ ის გახდათ თეორიკაცია განაწილეს ქუთაისში, განაწილეს კი არა ნოდარ ვანიშვილმა, უძლიერესმა პიროვნებამ, ესე იგი როგორც იტყვიან ეს იმით ეძებდა, სამთით ეძებდა კარგ პიროვნებას ჩამოიყვანა. მე მახსოვს ეს პერიოდი, ჯერ კიდევ ვთქვათ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და მახსოვს ეს პერიოდი, როგორ ეძებდა ნოდარ ვანიშვილი ძლიერებს. მაგარი ხალხი შეგრება. ერთ-ერთი პირველი ვინც მოიწვია ბატონი ამირა ნაფციაური იყო და შემდგომ პერიოდში ის ტექნიკურ
შეუჩნდნენ როგორც იტყვიან აქ ყველაფერს ნაცვლად იმისა რომ მეცნიერებისთვის მხარი დაეჭირათ და ქუთაისში სწორედ მათთან ერთად თქვით ჩვენ რომ ნუ გავყიდით პრივატიზაციას ნუ გავუკეთებთ ობიექტებს იქნებ მეცნიერებს კათედრებს მივცეთ თუ ეგ პროგრამა ეკნებათ კარგი და თვითონ იმ კათედრებმა ეძებონ ფულიანები ჩვენ ჩაუგდეთ ეს ხელში ფულიანებს რომლებმაც ჯართად აქციეს ყველაფერი ჩვენი მემართულება სხვა იყო მე უბრალოდ ვამაყობ იმ ურთიერთობით რომელიც მეცნიერებთან საერთოდ და ბატონ ამირანთან იმიტომ რომ ეს უწესიერესი კაცი ქუთაისში და საქართველოში ვერ მოუბრუნდება მასე ცუდი ის ვერ მოუბრუნდება ვერავის ახლა ვინმე იტყვის რომ რატომ მოვიწვიეთ ის ინოვაციური ცენტრის ხელმძღვანელიცაც მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ღონიერად მოაზროვნე კაცია მოვიწვიეთ იმიტომ რომ მე გარკვეულწილად ჩემს კოლეგებთან ერთად ვინც მეცნიერთა კონგრესში ვართ პასუხისმგებლობას ვზნობთ იმის გამო რომ პრაქტიკულად ამ კაცს გამოუცხადეს ბრძოლა ძალიან ბევრი რამით და ამ კაცის წინამდე ბრძოლა ეს არის ადმინისტრაციული ორგანოების და უშიშროების პირველ რიგში და კიდევ ერთი მაგალითი იმისა რას აკეთებს საქართველოში უშიშროება ჩვენ ყველანი დგებით და მიმართავ იურისტებს მიმართავ ყველას ვისაც ქუთაისში და ქუთაისის გარეთ ვისაც ღირსება აქვს იმიტომ რომ ძალიან ბევრი პიროვნებას მერიაში და გარეთ იციან ვინაც არის ამირან აფსიაური მაგრამ ვერ ამბობენ ხმამაღლამას იმიტომ რომ შეეწირებიან იმიტომ კი არა რომ მერი მოხოს პასუხს არამედ უშიშროება რომელიც მართავს ყველაფერ ამას და უშიშროება კიდე დგას ფულზე და დგას კორუფციაზე და დგას უბედურებაზე ეს არის ძალიან გაბედული გადაცემა რომელსაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ მე ვთხოვ მას რომ მან ყველაფერი ის უნდა ეს ისაუბროს და ჩვენ გარკვეულწილად როგორც მეცნიერთა კონგრესი და მე როგორც პიროვნება სადაც საჭირო ხდება იმიტომ რომ მე წამს ამ კაცის წამს მისი წესიერების წამს იმის რომ კაც დიდი საქმის გაკეთება შეუძლია და წამს იმისა რომ ენერგეტიკაში თუ ვინმეს რაიმე სერიოზული აქვს და გააჩნია სწორედ ის მიმართულება რომელზეც მუშაობს ბატონი ამირანი ანუ მან მითხრა მეთხელ რომ ეს რომ გადის ეგ ნავთობსადენები და გასადენები რომ გადის დადგება პერიოდი ამაში ბაღები იყიყინებენ და მაშინ ვერც მივხვდით რა იყო რომ ამბობდა მაგრამ არაფერი ბუნებას ისეთი კანონები აქვს რომ არაფერი ესენი საჭირო არ არის ელექტროენერგია მიიღეს და მე თვითონ გვაქვს ჩვენ ნატურა ეს მე მეცნიერულ მიმართულებაზე ცალკე ვილაპარაკებ სხვა დროს მისი და გვაქვს ნატურა რომელიც 20 წლის წინ თუ უფრო მეტი ადრე ჩაირთო არამეთარი რამე არა აქვს და პრაქტიკულად ყოველგვარი ელემენტის და ყოველგვარი რაიმე ზედმეტის გარეშე დღეს ესე იგი დღესაც მუშაობს ანუ ეს არის ტესტის გაგრძელება როგორც იტყვიან და ეს უკვე როგორი მიმართულება ყველამ ძალიან კარგად ვიცით მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ დღეს ბატონ ამირან აფსიაურზე როგორც მეცნიერზე ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ ამირან აფსიაურზე რომელიც უნდათ რომ ფეხქვეშ გაიგდონ უშიშროების წარმომადგენლებმა პოლიციის პროკურატურის წარმომადგენლებმა და რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს გაუკეთეს სააკაშვილის დროს და ის გრძელდება დღემდე არ შეგაშინოს ბატონ ამირანი და მე რაც თავში დღეს მე ამას ძალიან დიდი ხანია ვემზადები ამისთვის იმიტომ რომ შემტირდება მხარდაჭერა ვერ ჩირუნა შენ ამას მიიღებ ყველასგან მეცნიერთა კონგრესში შემდამი დამოკიდებულება რაღაც არ მოვიღლად კარგი იმიტომ რომ გონიერებით სავსე კაცი ხარ მოაზროვნე კაცი ხარ და სასწაულამეებზე მუშაობ და ამიტომ ისე მაგრამ მოდი გადავდოთ მეცნიერება ჩვენ გვერდზე და აი კიდევ ერთხელ მინდა რომ ხალხმა გაიგოს და მე მაინც მგონია რომ მე არა ვარ იმ კომისიის მომხრე რომელიც იქნება მაგრამ იმ კომისიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა თქვენი შეიძლება გახდეს თუ თქვენ ამას ყველაფერს კარგად ჩამოვყალიბებთ სიტყვა ამირან აფსიაურს მადლობა მოგესალმებით რომ პირველ რიგში მადლობა იმისთვის რომ ქუთაისში აბსოლუტურად გუჩიედებით მეცნიერებას განათლებას მე იმ დროს უნივერსიტეტში ვიყავი და თქვენ იცით ახლა რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი იმ დროს უკვე დაიწყო საერთოდ განათლების სისტემის რღვევა დესტაბილიზაცია ქვეყანაში და ხედავდი საფრთხეს რომ უკვე მრეწველობა ინგრეოდა, მიდიოდა პრივატიზაცია, ყველაფერი იყიდებოდა, ჯარში გადიოდა ქვეყანა და საინჟინრო განათლებასაც ეკნებოდა საფრთხე, მით უმეტეს ფული ფუჭდებოდა, კუპონზე ვიყავით ქვეყანა გაჭირვებაში იყო, მაშინ კერძო უნივერსიტეტების გახსნა დაიწყეს პირველად 91 წელს გამოსაბრძანება ბატონმა პრეზიდენტმა გამსახურდია და მე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადავწყვიტეთ რომ გაგვეხსნა ჩვენ ბაზაზე კერძო უნივერსიტეტის საინჟინრო რომელიც
ამ საბაზრო ეკონომიკა და პროექტორი რომელიც გახდა. აი ზუსტად ვიყავი აი მას დროს როდესაც გამსახურდია დროს როდესაც კოსტავა იყო რექტორი და პრეფექტი. ხო და აი მაშინ გავხსენით და მე ვიყავი პროექტორის და ვიყავი თან ამ კერძო უნივერსიტეტის დამფუძნებელი დირექტორი ვიყავი პარალელურად. ხო ну ფაქტობრივად ამ უნივერსიტეტმა 3-4 წელიწადი ტექნიკური კუპონი ვერფულ ზალა არ ქონდა და აი ეს შემოსავლებით უნივერსიტეტი გადავარჩინა და საინჟინრო განათლებას ვერ შედაუდგა. გადაარჩინა ტექნიკური უნივერსიტეტი იმ შემოსავლებით რაც ამ კერძო შემოქონდა. პირველი ნაწილი მეთქი დანიშნვა და ისინი არ მახსოვს პროექტორად და გამსახურდიას დროს მოხდა მართლაც თქვენი დანიშნვა. მეორე ნაწილში აი მე იმას შევესწარი და თქვენ დიდ საქმეს აკეთებთ ამას. ხო და ეხლა ამის მერე ჩვენ არ შეიძლება იქ საკმაოდ 1000-მდე სტუდენტი ყავდა და ნუ გამოვიყავი გადავედი სხვაგან და ფაქტურად ეს უნივერსიტეტი მართლაც ბატონი აკაკი ბობოხიძემ მაშინ უსაყვარლო ესეთი პროცესები დაიწყო ვალიშვილის წინააღმდეგ რომ მე ვთხარ რომ მალე ეს უნივერსიტეტი აღარ იქნება თქო და მართლაც დღეს ეს უნივერსიტეტი არის ფაკულტეტი და პატარა იმასთან შედარებით ფაკულტეტი სადაც აკაკი ბობოხიძეებს და ნოდარანიშვილს. ხო, ამის მერე მოიძულებული გახდა ეს ჩვენი თანამშრომლები მუშაობდნენ ჩვენთან საინჟინრო ინსტიტუტში. ეს იყო ერთადერთი საინჟინრო პროფილის ყველა იურიდიულ ხსნიდა, ხო, ყველა ეს სამედიცინო უნივერსიტეტი საინჟინრო გავხსენე. საინჟინრო. ამაში ხო ჩანს ყველაფერი. ხო, გვინდოდა რომ გადაგვეჩინა, მაგრამ მე იძულებული გავხდი რომ ეკონომიკური სპეციალობები გავხსნე, იმიტომ რომ დაიწყო ამაზე მოთხოვნის შემცირება და დავამატეთ მე რამდენიმე სპეციალობას, ამით ამას ახმარებოდი და საკმაოდ დიდხანს იყო ქალაქში ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი 1000 სტუდენტი. ამ უნივერსიტეტმა გემახსოვრებათ რომ ესაც იყო ვიოდების პროექტი ჩვენ მთელი ტრენინგები ჩავტარა ჩატარდა კომპიუტერიზაცია ინგლისის მხარის და ეს ამ სისტემის ესე იგი ათვისებაში და ამ სწავლებაში ჩვენი პედაგოგები ღებულობდნენ ჩვენმა უნივერსიტეტმა გაატარა მთელი ეს მოხელება რომელსაც ეს სისტემები უნდა ათვისებინა და დღემდე ეს მაშინდელი სისტემა დღემდე ქსელი და ეს ყველაფერი ტექნოლოგია დღემდე მუშაობს. ესე იგი ეს იყო არ მარტო სწავლებაზე, არამედ ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული და მეცნიერებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მაგრამ თქვენ კარგად იცით რომ მე საერთოდ პოლიტიკას კი არ ვიწევდი და თქვენ დამიძახეთ და მე რომ დამიძახეს ჩავთვალე ვარდებულად ჩემი თავი და მოსულიყავი და როდესაც ხელისუფლება შეიცვალა მე სააკაშვილის ხელისუფლების წევრი არ ყოფილი ვარ, მაგრამ არც წითელი ხალხები არ გამიგია და არ დამიძახეს და არ მივედი უბრალოდ ალბათ არ ჭირდებოდი და აღარ დავჭირდი იმას და ჩემთვის ვიყავი, მაგრამ ეთქობა უკვე ამოგვიღეთ მიზანში და 2004 წლის ბოლოს ჩავიტარეს აკრედიტაცია, არ ელოდნენ მივიღეთ ისეთი უმაღლესი კვლევები, იმიტომ რომ კომპიუტერიზაცია, წიგნები, პროფესორა ყველაზე კაი ქუთაისში რაც იყო მემყავა და ეს ჯავახიშვილის ქუჩაზე შენობა დავარემონტეთ იქ, მე ვიყიდეთ ტერიტორია, რომ სკვერი გაგვიკეთებინა შესასვლელი გემახსოვრებათ აკუნებს კიდიდნენ და იმას გავასუფთავეთ და ის დავაგრიეთ და ესე უკვე ვითარდებოდი და ამ დროს ეს კომისია მოვიდა, შეგვამოწმეს და მივიღეთ უმაღლესი კვლევები გავიხარ და აღნიშნეთ კიდევაც ამ შემოწმების გავლობ ერთი თვის მერე ვეუბნები რომ ვერ გაკეთეთ აკრედიტაცია თორემ კოლები გადააკეთეს სამინისტროში. ხო. ნუ მივხვდი ლომაია და კომისიის საკრედიტაციო საბჭოს თავმჯდომარე კუბლაშვილი ნათელში იყოს. ხო. ნუ რასიძავ ახლა ვაპირებდით გასაჩივრებას, მაგრამ მივხვდი რომ ვინც გასაჩივრა იმათ ისეთი დღე დააყარეს. მოანაყარეს შავი დღე. ხო, და ტერიტორიიდან რომელიც გვეკავა გამოგვასახლეს, როგორც ძებნელებს მასკებით შემოვიდნენ და ქალბატონები ესე გამოყარეს იმიდან, ესე გამოგვასახლეს. მაგრამ კიდე კარგი რომ იმდენი სტუდენტები არ მიგვატოვეს და იმ სტუდენტების შემონატანის იმედით ავიღეთ ცეცხლი, რაღაცები გავყიდე და ვიყიდე ახალი ტერიტორია გაპონოვის ქუჩაზე. და გადავედით იქ. ხო, ეხლა ეს გაპონოვის ქუჩაზე იყო სააქციო საზოგადოება გელათი ყოფილი, რომელიც გაიყიდა აუქციონზე. ხო და იქ აუქციონზე გავუყიდეთ სართულ-სართულ.
უწევთ სერტიფიკატში, რომ პირველი სართული ამას, მეორე სართული ამას, პატარდება მითებული არაფერი მითებული სართული ჩემია და დამთავრდა. ხო და ესე იგი დაირეგისტრირეს საკუთრებაში ის პირველი სართულზე არის ფოიე უზარმაზარი 320 კვადრატი აქვს საერთო-სარგებლობის პარკი, რომელშიც ყველა შედიოდა და ესე იგი მოინდომეს ამის დაუფლება, მაგრამ თავიდან რა კი არ ჭირდებოდა ეს პარკი თავისუფლად დავდიოდით, მაგრამ აი 2020 წელს 2020 წელს გამოჩნდა დაინტერესებული სასტუმროს კეთებით, იქ პარტიის რაღაცა ნაწილი დაეუფლა საქართველოს ბანკი და ჩაკეტეს. და რომ დაინტერესდით, აღმოჩნდა რომ ესე იგი ის საბუთები საზოგადოების ძველი გამქრალია, ნაჩვენები იყო ფოიე რამდენია, ნახაზები და ყველაფერი და ეს გაუტანია ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივ ერთ გამომძიებას, გვარი შემიძლია დავასახელოთ თუ საჭიროა, გამომძიებას ვითომ შემოწმებისათვის საჯარო რეესტრი და 565 გვერდი გაიტანა, მოაწერა ხელი და რამდენიმე თვის მერე დააბრუნა, ოღონდ ჩაარა შელეგებული საგრელი ფურცლებით. ესე თვლით ის კი არ გააკეთა გაიტანა დოკუმენტი და დააბრუნა საგრელი ფურცლებით. ხო 565 ფურცლებით დააბრუნა, მაგრამ შეგაა დონე ეს ყველაფერი დაიწყო სააკაშვილის დროს და ეს სააკაშვილის გვიწიამან 2020-ში გვიწიამან, იმიტომ მანამდე არ ჭირდებოდა. და არ ვიშლდნენ ხელს და აი უცებ თავი მამოძრავებელი ამ თქვენ სინამდვილე ბრძოლის არის საქართველოს ბანკს, ესე იგი მას ჩაუვარდა ხელში ერთი სართული, ვიღაცა მეტყობა სესხი ჰქონდა და საქართველოს ბანკს ამბობს ხელმძღვანელობდა ბატონი გილაუროდი არიან, მაგრამ სხვათა შორის ამ ბანკის დამფუძნებლები არიან დასავლეთის მათ შორის BlackRock-ი, რომელიც არის იარაღის მწარმოებელი კომპანია მსხვილესი სოფლიოში, პირდაპირ ინტერნეტში წერია. ეს დასავლური ფულით დაფინანსებული და გილაურების ბანკი, რომელიც ესეთი იარაღის მწარმოებელი საერთაშორისო არის ხო ბანკის დამფუძნებელი მისი ფულია. ყველაფერი უნდა გავიდეს. არავით არ იყო დახევა, ბრძოლა არის ბოლომდე. არც ვიხევგან. ხო, მოკლედ ასეთ მე რომ დაინტერესდა ეს ბანკი, ჩავკეტეს პირველ სართულზე, ახლა ზედა სართულებზე მას ფართები და არ ვიშვები, ხო? გამოიდგინეთ ბატონები, ზედა სართულზე ვერ არის, იმიტომ რომ პირველ სართულს შესასვლელი არა. ზედა სართული მისია და თავის ფართი ვერ შედის. ეგეთი რამე, აი ვინმე რო უთხრა რა დღეს იურისტები იყვნენ, აბა კიდე ჩვენ იურისტი იქნება. ამას ვერც კი ფიქრობენ, როგორ შეიძლება. ხო, ეხლა ჩვენ როგორც ეს გაიყვა, მარტო მე არ ვარ, იქ რამდენიმე საკუთრება სხვათა შორის იქ ვინც არის დაზარალებული, ყველა არის მეწარმე. ესე იგი, საინჟინრო ინსტიტუტი მეწარმე ერთ-ერთი არის ნოდარწყვეტი, რომელიც საქართველოში ერთადერთია ფაქტორი, რომელიც კერავს მრეწველობისთვის ძალიან მნიშვნელოვან სპეცსტანსაცმელს. ზესტაფონი სპეცსტანსაცმელს კერავს ასე სამრეწველო საწარმოებისთვის და ჩაკეტილია ის დამოუკიდებელი საწარმო თქვენთან არავითარ კავშირი. ხო, იმავე შენობაში ხო, ისაც ჩაკეტილია, სხვა სართული, მეორე სართული. დიდი ფაქტი არ უკავია, მაგრამ ერთი 20-მდე ქალბატონი კერავს დასაცმელს, ხო? მუშაობის პირობები არა სახანძრო ვერ შედის, ესე იგი ხო წარმოიდგინეთ რაღაცა რომ მოხდეს აზროვნებისთვის მოგზომელი. ხო. ეხლა ჩვენ ეს გავასაჩივრეთ ჩვენ დაზარალებულებო, მაგრამ სასამართლო მიდის 2020 წლის მერე გავიდა 3 წელიწადი. ხედავთ რომ ამას ყველანაირად აფერხებენ ადგილობრივი გამომძიებლები. ისევ ის ხალხი რომლებმაც ეს ქონება გაიტანა სააკაშვილის დროს და გააყალბეს, ხო? ამისი გამომზეურება არ უნდა. 17-ჯერ მივწერე, 17-ჯერ იმერეთის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას. რომ მოგეცით ეს საბუთები, რა ხდება? რა აზროვნები მიიღეთ, რომ დატანილია საბუთები? და მეცნიერების დოქტორი, ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი. აი რა იმედი უნდა ქონდეს რიგით მოქალაქეს, რომელსაც მას ყველა იცნობს იქ, ვისთანაც წერს, მაგრამ ვიღაცა პატრონობს ისეთი, რომ შინაგანად ყველა მხარს უჭერს, მაგრამ იმ პატრონს ვერ გადადის. კანონი კი არა. ეხლა პატრონის ამომრჩილება. და იქ კონკრეტულად მე არ ვიცი, ეს საქართველოს ბანკიდან თუ ვიღაცა რაღაცა ძალებია, რაღაც ძლიერი ძალები, იმიტომ რომ ეს არის ქალაქში უნიკალური თქვენი ადგილი, რიონის პირას, ბრწყინვალე ადგილი 12000 კვადრატული მეტრია. უკვე დიდ ფაქტობს გაიყიდა და ეს საქართველოს ბანკი ფაქტიურად რაშევ ამ ჩაკეტილ ფაქტებს გვართებს და მე კიდეს მისთვის საწურველი პირობი. ჩაკეტა ფაქტი
და იძულებული ხდის რომ მიყიდო მას. ხო და ახლა მე ფაქტურად ბოლო 3 წელია გადავიქცე გამომძიებლად. იძულებული ვარ მე თვითონ ფაქტურად წამართეს ფაქტურად ბოლო 3 წელი და მაშინ როდესაც მე 2023 წელს წარმოგიდგენეს მარკუსთან ერთად იაპონიის პრიზის ნომინანტად ზუსტად მაშინ შემიქმნეს ისეთი პრობლემები რომ მე ამ თამაშიდან გავეთიშე მე უბრალოდ ფაქტურად ერთი დღე აღარ მქონდა რომ იქ დისკუსიებში ვიმეღო მონაწილეობა იმიტომ რომ ეს ქონება რომ წამართვეს იგივე ფინანსთა სამინისტროს მოხელეებმა დამადეთ ესე რომ წარქმეულ ქონებაზე ბეგარა დამადეს კიდე რომ ქონება რომ წაიღო ბანკმა ხა ფული არაა ხო თმობ ქონებას ხო რა უნდა შევიტანო ბიუჯეტში მარტო ქონება გვაქვს ფული არ არის ჩავკეთე სტუდენტი არ არის არაფერი არ არის ხო რა უნდა შევიტანო მაგ წაიღე ქონება ხო თურმე დაგვადეს ბიუჯეტის ვალის და 3 წლის მერე გვეუბნებიან რომ ამდენი ეს 2021 წელს წაგვაქვს 2020-ში ნაწილი 2021-ში დავთმეთ ვალებში ვიყავით და ესე იგი თურმე წაგვაქვს ეს ქონება თურმე ბიუჯეტშიც ვინც წაგვაქვს ესე იგი იმას უნდა აუქციონზე გაეტანა საქართველოს ბანკს აუქციონზე არ გაუტანია იმიტომ რომ მას უნდა იმას მიყიდოს ვისაც თვითონ და აუქციონზე რო გავიდეს ახლა რა ესე მე ერთი მხრივ აუქციონზე რო გაეტანა შეიძლება ესე გაეკეთებინა რომ ეთქვას რომ მაინც ჩაკეტილია და არ ეკეთება ესე იგი მე ფაქტურად ისეთ პრესში ვარ რომ ესე იგი რასაც შევთავაზებენ ყველა თანახმად იმიტომ რომ აუქციონზე გაეტანენ თქვა მართლა და შეიძლება თქვა რომ გაითამაშონ ის რომ არ ეკეთება ჩაკეტილია და ამის ფასი ნულია და საქართველოს და კიდე რაღაცას მოგთხოვენ ამიტომ ფაქტურად კაბალურ პირობებში ჩაგვაგდეს ხო და ეს ქონება რომ წაიღეს მე დავგვეგროს კიდევ იმიტომ რომ დავჭერ კიდე 600 კვადრატამდე ну ფაქტურად მეოთხედი დავჭერ რა თქონდა ხო და იმის წაღებაც უნდათ ხო და ამიტომ ახლა იგივე ფინანსთა სამინისტროს მოხელეები ცდილობენ რომ ამით ეს ქონება წაიღონ და იმას არავინ არ აკეთებს გარდა იმისა მის შესასვლელი დაიტაცა ცოტა ხანი ასრენ და მე იყიდის ისე ის სხვა არ იყიდის ესე იგი ეს ისეთი თამაშია საქართველოს ბანკის მონაწილეობით რომელიც პირდაპირ მიმართულია ჩვენ წინააღმდეგ და ახლა უშიშროების მუშაკები მე მხოლოდ მithკმამოთმის დონეზე ვიცი ახლა მე მაგას ვერ დავადებ ხელს იმიტომ რომ აქ უფრო ბანკის გამოიკვეთა თვითონ უშიშროება მომწერა რომ იქ ვიც მე მქონდა არა ჩვენ პირდაპირ ვარ არა ვიცი მუშაკია დაასახელე ვერ ვიცი იმიტომ რომ არ ვიცი თუ ვერ ვიჭრება ესე იგი ვერ დავუმტკიცებ და შეიძლება მითხრას ეს ისეთი რამეა რომ ვერ ვიტყვი შეიძლება მართლაც არა ეს პიროვნები ადრე მუშაობდა უშიშროებაში ხო შეიძლება მუშაობდა მაგრამ ჩვენი არ არის რომ მითხრას და ამიტომ მე ახლა აქ ისეთნაირად დავინახე აქ საქართველოს ბანკს უფრო ხედავ იმიტომ რომ საქართველოს ბანკის ინტერესი გაჩნდა აქ და სხვათა შორის მე ვხედავ რომ შაშან მაგათ ჩაატარეს იმ ტერიტორიაზე დეფესტი ფრენიშა თავისუფლება მისას ჩვენგან საქმე ტერიტორიაზე აი დემოკრატიის ფესტივალი იყო პირდაპირ იმ დონეზე არიან გადავხედებული რომ ახლა ფაქტობრივად ახლა უშიშროების მუშაკი ამას არ გააკეთებდა ვერ გაბედავდა ესე იგი აქ ეს გააკეთა და აი ზუსტად პროგრესული საქართველოს გილაურ პირდაპირ ხავს უჭერს მას ამიტომ მე უფრო ვიხრები იქ რომ ეს არის გილაური და რაღაც ძალები ბანკთან აფილირებული რომელიც მე ახლა სანამ მტკიცებულება არ მექნება მაგრამ მე თვითონ ბანკმა ისეთი რამეები გააკეთა ისეთი დოკუმენტები აღმოაჩინა რომ საქართველოს ბანკს მეგობრებო აი ვაცხადებ მთელი საქართველოს გასაგებად მე რომ დავიწყე ძიება აღმოაჩინა ესეთი რამე ბანკის ხელშეკრულებებს დააკვირდეთ იქ წერია რომ თქვენ ვინც ეს ხილაკთ აღებული ვისაც ეს ხილაკთ აღებული წერია რომ თქვენ გაეცანით ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ დანართებს რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს ეს ელექტრონული დანართები ძალიან ძელი ოწგვერდიან წვრილი შრიფტით იქ მთელი ეკონომიკის თეორია ჩაყრილი ყველანაირი ფრაზა რაც ეკონომიკაში არსებობს და ყველაფერი ხალხი ააბნევს სინამდვილეში 2-3 პუნქტია დანარჩენია რომ ვერ გაიგო ვერაფერი ამის საკითხს აზრი არ აქვს ამას ყველა აწევს ხელს ისე მაგრამ მე რო დავინტერესდი მე 2018 წელს ავიღე სესხი მქონდა აღებული სესხი და ესე იგი იმ დროის ელექტრონული ვერსიები გამქრალია ესე იგი 2019 წლის 5 დეკემბრის მერე ეს დანართები არ იზებნება უკვე გამქრალია და 2019 წლის 5 დეკემბრის მერე 22 დღეს შეცვალეს ის დანართები და
აი ამ განათების მეშვეობით მათ უფლება აქვთ უაქცეპტოდ მოგიჭრან ფული ანგარიშიდან. თქვენ ვერც გაიგებთ, ისე შეიძლება ჭრიან ფულს თქვენსას და თუ იჩივლებთ, უბრალოდ ის იტყვის, რომ მაქვს უფლება თქვენი ანგარიშიდან ჩვენს გაგვიკეთეს და მოგიჭრეს გაუფრთხილება, აი რომ გაიყიდა ქონება. ეგრევე მოგიჭრეს და კაპიკი არ დაგვიტყვეს, რომ ახალი ქონება გამერემონტებინა, რომ გადავდიოდი, ხო? ეს პირდაპირ მოჭრა. და ესე იგი ამ დროს გამქრალი აქვს, ესე იგი დანართები და ეს მე მივწერე ფინანსთა სამინისტროსაც, მივწერე ეროვნულ ბანკსაც, ბანკმა მაცნობა მომწერა ეროვნულმა ბანკმა, რომ არსებული კანონმდებლობით ყველა ბანკი ვალდებულია გაგაგებიო თუ ხელშეკრულებას ცვლის 5 დღით ადრე მაინც მინიმუმ 5 დღით ადრე მაინც თქვენ უნდა გაგაგებიოთ რომ ხელშეკრულებაში ამეცვლება. ეს ბანკი თავის ნებაზე ცვლის ამ დანართებს და ეს დანართი წერია რომ არის განუყოფელი ნაწილი ძირითადი ხელშეკრულების. და ესე იგი თქვენ შეუძლია თუ ამოგიღეს მიზანში ისე დაგაზარალებია რომ ვერ დაიცავ თქვენთან. მე არ მინდა თქვა რომ ყველას ასე უკეთებენ, მაგრამ თუ გაუჩნდათ თქვენ წინამდე ინტერესი, თქვენი ქონების აღება უნდა თან რაღაცა თქვა მეზობელია, ხო? ისე შეუძლია დაგამარცხოს, თქვა შემთხვევით ჩაუვარდოთ თქვენს გვერდით რაღაცა ფაქტი, ვიღაცა დაკარგა ფაქტი და გახდა ბანკი თქვენი მეზობელი, გეშინოდეთ, იმიტომ რომ ბანკი ისეთ პირობებს შექმნის იქ, რომ თქვენ დაგაზიანებთ, ჩამოუშვებს წყალს, არ მოვლის არაფერს, გაიძულოთ რომ გაიქცეთ იქიდან. და თუ უჩივლეთ ვერ მოერევით. იმიტომ რომ ისეთ ამბაზე გაწერიებენ ხელს, რომ თქვენ ვერ დაიცავთ თქვენ თავს. მას ყველანაირად დაცული აქვს თავის თავი. ისეთი ყველაფერი, ყველა შემთხვევაში დაცული აქვს. და თქვენ გეუბნებათ რომ ხართ ყველაფერზე თანახმა. და თანაც ამას თავის ნებაზე ირგებენ ამ დანართებს და ცვლიან. ამიტომ ეს ბანკი ეწევა თაღლითობას. მე მინდა ვთქვა რომ გარდა იმისა რომ ბანკები საერთოდ ზარცვავენ საქართველოს, იმიტომ რომ არა ისეთი პირობები რომ მაგათაც საშეღავათო პირობები იყოს, თქვა მოგცენ წინასწარ რაღაც გაცალონ რამდენიმე თვე რომ გამართო ბიზნესი და მე დაიწყო გასტუმრება, პროცენტის არა ძალიან დიდი, მაგრამ არც პატარა არ არის პროცენტები და აი რაც თავი არის, აი ესეთი ხო ეს მაინც კანონიერად დაეთანხმე ხო თქვა 15%. იხდი, მაგრამ გარდა ამისა თუ ეს არ ხმარა და გზავსავენ სხვანაირადაც. ხო ხდებით რაზე ბანკი უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყნის აღორძინებაზე და ჩვენი ქვეყანა გახდა დიდარი ბანკების და ღარიბი მოსახლეობის ქვეყანა. ესენი აკმაყოფილდებიან მეგობრებო იმით რომ რასაც პროცენტებით იგებენ და რომ მილიონობით ხელფასი მარტო დირექტორებს წელიწადში 2-3 მილიონები ხელფასი დირექტორებს ამ საქართველოს ბანკის 2-3 მილიონი. ხო და ამ დროს მოსახლეობას ზარცვენ მარტო პროცენტებით კი არა, ასეთი თაღლითური ხელშეკრულებებით ეს რო შემოწმდეს და რო შევიდეს იქ საგადასახადო შემოწმების ორგანო, იქ შეიძლება ისეთი რამები ამოყარო, თუ კი ჩემთან ეს გააკეთეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი თქვენთაგანი მეგობრებო დაცული არ იქნება, არ არის გამორიცხული, ცოტა ყველას გაზიანებენ, მაგრამ ვისაც ამოიღებენ მიზანში დაანგრევენ და გაანადგურებენ. აი ამიტომ მინდა მიმართო, ეხლა რაზე მინდა გამოვახვილო ბატონო ყურადღება. ამ ყველაფერზე არის წაყურება. წაყურება არის იმიტომ, რომ ხელისუფლების ორგანოების დიდი ნაწილი გადავსებულია იმ მოხელეებით, ვინც თავის დროზე ჩართული იყო ამ ნეგატიურ პროცესებში. იმათ ეხლა ქვია თვითონ მოხელე, ემსახურება თვითონ ამ ხელისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში ის ემსახურება რაღაც ან ძველ დანაშაულს იფარავს, ან პარტიული ინტერესების აქვს ზოგიერთებს და ფაქტობრივად მე იმას კი არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას კი არა, ხო, არა. ვითომ ემსახურება ქვეყანას, ვითომ სინამდვილეში უნდა ემსახუროს ქვეყანას, მაგის თქმა მინდოდა. და ესენი ამ ხელისუფლებას კი არ ანგრევენ ქვეყანას. იმიტომ რომ როდესაც მე 17 ჯერ მივწერე საოლქო პროკურატურას და დააწერა ფინანსთა სამინისტროს იმ ქვედანაყოფს, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩემგან წარქმნილ ტერიტორიაზე მე საინანს გამოსახდა, იქ არიან ისინი, იქიდან მებრძვიან და პასუხს არ მაძლევენ. 17 ჯერ დააწერა ვალდებულება პროკურატურას არ უჯერებენ, არანაირი რეაგირება არა მეგობრებო, ესე იგი განუკითხაობა, ესე იფარავენ რაც მოხდა იმას. პირდაპირ ვიცი რომ ზოგი პირდაპირ არის მომხრე ძველი ხელისუფლების, ზოგს ალბათ ხელისად გარეული იმ საქმეში და აქ ლაპარაკი არა იმაზე ტოტალურად დაიცადოს ვიღაცა, მაგრამ ეს ადამიანებმა დღეს მაინც ხონდა ემსახურონ,
ადრე თუ ემსახურებოდნენ ნუნები იყვნენ ვიღაცის დიქტატორის, ახლა მაინც ხომ ემსახურონ ქვეყანას, ხო? თავისი პროფესიონალიზმით, იმიტომ რომ არ ვარ მე იმის მომხელო და ესენი გამოვყაროთ იქიდან, მაგრამ მოდი რა, გადახაზონ წასული და ხვალიდან თავისი ცოდნა მოახმარო კანონიერებას და ქვეყნის სამსახურს და ესენი ვითომ ემსახურებიან ამ ხელისუფლებას, სინამდვილეში ემსახურებიან იმ ხელისუფლებას და ანგარებენ ქვეყანას. აი ესეთია ვითარება. მე არ ვიტყვი იმას, რომ დღეს სასამართლო არის ამათ ხელში. სასამართლოში ქვედა შენებზე ვერ გაიგებს ზოგი ძალიან ბევრი მოსამართლე იმათ ხარდაცა ვიცი ისეთ რამებს ბედავენ ისეთნაირად წელევენ ამ საქმეს აი ჩვენ საქმესაც ისეთნაირად რომ ვიცი რომ იქ არიან გარკვეული მოსამართლეები რომლებიც ასევე შეკრულები არიან იმასთან და ფაქტობრივად ქუთაისში შექმნილია სამარცხინო ვითარება როდესაც რაღაცა ჯგუფი აი რამდენიმე მესაკუთრეს და რამდენიმე კოლექტივს ხელს უშლის საქმიანობაში და აი ამ ვანდალური 21 საუკუნისათვის მეთოდებით ცდილობენ რომ ხალხი გამოდევნონ საკუთარი ქონებიდან. აი ეს ხდება ქუთაისში. მე არ შემიძლია საქართველოს ვილაპარაკო, მაგრამ მართლა განგაში ზარია შემოსაკუთრებული, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ ვართ ფორს-მაჟორულ ვითარებაში ჩაკეტილი და არ იზრდება ეს საქმე. ეხლა სასამართლოში არის და ვითომ და რაღაც ეს ტრიალებს გვეთამაშებიან ბიუროკრატიას ფაქტობრივად პინგ-პონგია რაღაცა გადაამისამართებენ გადმოამისამართებენ დრო მიდის ამასობაში ეს კოლექტივები ინგრევა. აი ესეთი ვითარება სერგაცულა დაუჭიროთ ხარი თუ როცა ამის ასეთი რამის უკან დგას მეცნიერი და სერიოზული ტიტულოვანი მეცნიერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აი დღეს კიდე გამოკვეთილად ითქვა რომ რეალურად საინჟინრო მიმართულების კერძო ინსტიტუტი აი ვინც დააბრუნდა საქართველოში პირველი ბატონი ამირანი იყო ამირან აფციური და სამარცხვინოა რომ როცა ასე ამონდომებული ადამიანი და ეს უყვარს თავისი ტექნიკური მიმართულება ამაზე ფიქრობს ამაზე ცდილობს სხვა უცხოეთში არ დამფუძნებელი უნივერსიტეტის და ძალიან დიდ პატივს მიაგებენ ყველგან და იწვევენ დიდი სიამოვნებით მაგრამ ამ კაცის განწყობა არის რომ საქართველოში გააკეთოს საქმე მინდა თქვა ერთი რამ რომ 91 წელში როდესაც თქვენ როგორც კი შეიცვალა ისინი რომ მოვიდნენ ნაციონალები რომ მოვიდნენ 2003-ში თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღარ სხვასი არა იქიდან მოყოლებული 2003-4-5 წელი ეს პრაქტიკულად იყო იმის გამო რომ მე ხმაღლა ვამბობდი და უჭერდი მხარს და ვარ გარკვეულწილად ვალდებული რომ არ გამოვრიცხავ იმასაც რომ იმ ხელისუფლებამ იმის გამო რომ ესე იგი თuliდნენ რომ ესე იგი მე მას ძალიან დიდი პატივისცემით ვიყავ ის მართა უჭერდი მხარს ამის გამოც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააღებეს ამიტომ მე არ ვიხილ უკან ბრძოლა არის როგორც თქვენ ბოლომდე ეს მართალი კაცი ამან დასაქმე უნდა მიიყვანო ბოლომდე და ვისაც გესმით ახლა ქუთაისშია იმერეთშია საქართველოშია მეცნიერების მიმართ დამოკიდებულება ქვეყანაში თვალ შეიცვალა და მეცნიერების მიმართ პატივისცემით დამოკიდებულება თვალ ჩამოყალიბდა ამ ქვეყანას არაფერი ეშვება ამერან აქციური ნახეთ შედით რა წიგნებია გამოცემული უცხოეთში როგორი თეორიები აქვს დამუშავებული როგორი ავტორიტეტი აქვს მას სამეცნიერო წრეებში და როგორ ჰაერივით არის საჭირო რაზე უნდა ცდებოდეს კაცი დღეს რაზე დარგის არის 3-4 წელია ჩვენც ვერ ნახეთ აგერ ასეთი სერიოზული ჩამოაყალიბა ინოვაციური ტექნოლოგიები ინოვაციური მიმართულება შექმნა მეცნიერთა კongresში და რეალურად გადავარდნილია აი ამ საქმეებში ვერც კი გამოვიდა ამ მდგომარეობიდან მე ჩვენ ვგარებამაში რომ სამართალი დადასტურდება სიმართლე დადასტურდება და ჩვენი დღევანდელი გადაცემა არის არა მარტო ის რომ მართალ კაცს დაუჭიროთ ხარი არამედ ქვეყანა გამოახილდოთ და თქვათ რომ მეცნიერების მიმართ ეს აბუჩი დამოკიდებულება რომელიც არის ქვეყანაში და მეცნიერების მიმართ როგორადაც ცდილობენ რომ დააჩოქონ გამდევნო არაფერში არ იყვნენ ესენი რომ წესიერი კაცი არ ჭირდებათ იქ არა მარტო მეცნიერზე ლაპარაკი წესიერი კაცი არ ჭირდებათ მე ჩვენ ვგარება იმაში რომ ვინც იცნობთ ამირან აფციაურს განეწყობით კეთილი სურვილით და საკუთარ ხელისუფლების წარმომადგენლებს მინდა გითხრათ ეს მერიებში იქნებით გუბერნიებში იქნებით ხო იცით ვინ არის რა ამირან აფციაური რატო გეშინიათ ხმამაღლა ამის თქმა რატომ უნდა გადათელოს ასე პროკურატურა იქნება თუ ხას რომელიმე ორგანო
რატომ უნდა გადატრიოს წესიერება და რატომ უნდა შეგვიძლია ასე მეცნიერ კაცს ინსტიტუტი, რომელიც ტექნიკური მიმართულების ინსტიტუტი შექმნა, ის წაართვეს, დაუმორიეს, გაანადგურეს, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს, იძულებული გახადეს ცეცხლები აეყო, მერე იმ ბანკებმა დააკაბალეს, სისტემა შექმნეს ისეთი, რომ აქ თუ ბანდიტი არ ახარ, მეწარმეობაში ვერ შეხვალ. და ჩვენ პირიქით უნდა გავაკეთოთ, რომ სუფთა ადამიანები, წესიერი ადამიანები იყვნენ ბიზნესში და არამეჯანმოაშვილები, რომლებიც დღეს არიან და გამოყვნენ იმ ძველი პერიოდიდან. აშკარაა, რომ როცა იმავე შენობაში, სადაც ესეთი რამ იყო დღეს ბედავენ, ისეთი აქციები ჩატარებას, რომელზეც წელს საუბრობდა ბატონი ამირანი, გასაგებია, რომ პოლიტიზებულია ეს ყველაფერი. სასამართლო ყოველგვარი პოლიტიკისაგან თავისუფალი უნდა იყოს და მეწარმე ყოველგვარი პოლიტიკისაგან მეწარმეს ყოველგვარი პოლიტიკური მემართულებებით მეწარმეებთან ურთიერთობებს უნდა გამოირიცხოს. მეწარმე თქვენი მომხრეა თუ სხვისი მომხრეა, მეწარმე არის ამ ქვეყანაში საქმის გამკეთებელი, სამუშაო ადგილის შექმნელი, იმიტომ რომ როცა მეცნიერზეა საუბარი. ბატონო ამირანი, თუ თქვენ გაქვთ კიდე დამატებით სიტყვით რომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ კარგი იქნება თუ კი კომისია, რომელიც მუშაობს პარლამენტში, განიხილავს არა მარტო ამ საკითხს, მოისმენს რაც აქ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მართლაც პრობლემა არ არის მარტივი. დღეს ქვეყანას ტროასხენები შემოესია, რომელსაც გამზადებული აქვს მახვილი ზურგში ჩასაფრად. ლაპარაკია შევიგებაზე და არა იმაზე, რომ ზურგში მახვილი ჩავარდოთ ერთმანეთს. სამწუხაროდ ადამიანები ერთმანეთისთვის ამზადებენ ხაფანგებს და ზურგში ჩასაყავ მახვილს. ეს არ შეიძლება. ვინც ამ გზნობით არის მოსული ხელისუფლებაში, ის ხელისუფლებაში არ უნდა იყოს. მოხელე უნდა იმსახუროს თავის ქვეყანას. დამოუკიდებლად იმისა, თუ რომელი ხელისუფლება მოწესრიგება უნდა თქვათ ბატონო ამირანი, რომ ჩვენ სტრასბურგის სასამართლომდე მივყევით ამას ყველანი და საქართველოს მოსახლეობა საქართველოში რო თქვენს თუ აქ ვერ ნახავ სამართალს, მე გამყარება რომ სტრასბურგის სასამართლოში მე მაინც იმედი გავიქონიო დავაყენო ასევე საკითხი, აი მარტო ჩემი კი არა, საერთოდ როგორ წაიყვანეს განათლება და მეცნიერება თუ მომცემენ საშუალებას, იმიტომ რომ აქ სერიოზული დანაშაული არის ჩადებული იმაში, რომ ჩვენს ახალგაზრდობას დიდნენ უფრო სხვანაირი მეთოდოლოგიით იმ ინსტრუქციებით, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა შეგვთავაზეს და თავის ახალგაზრდობას, თავის კადრებს სამწუხაროდ ყველა ძლიერ უნივერსიტეტებში სხვანაირად ზდიან. მე როდესაც მე არ მივდირი საბჭოთა კავშირს და მეთქმა უხნას, რომ ის ძველი დრო დაბრუნდეს, მე საქართველოს დამოუკიდებლობა მინდა, მაგრამ მე მახსოვს, როგორი პროგრამებითაც გვასწავლდნენ საქართველოში, ისე ასწავლდნენ მოსკოვში. არ იყო სხვაობა, უბრალოდ იქ იყო რუსულად, აქ იყო ქართულად. მათემატიკა, ფიზიკა, ყველანაირი სახელმძღვანელო მეთოდოლოგია სწავლების ქართველისთვისაც და რუსისთვისაც და ყაზახეთთვისაც იყო ერთნაირი, მეგობრებო. ეხლა ხო ხვდებით რაზეა ლაპარაკი, ხო? ჩვენ, ამიტომ ჩვენ მეცნიერებს იმ დროს უფრო მეტი დაფასებას ჰქონდა და უფრო მეტი განვითარებას პოვა. იმ საუკუნეში, იმ სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ვიყავით მეცნიერების კუთხითაც, ტექნოლოგიის კუთხითაც. ხო, და დღეს ჩვენ სადავართ. ჩვენ ფაქტობრივად ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა ზრდის კაჭკაჭებს, მოლაპარაკე თუთიყუშებს, რომლებიც სტანდარტულ ფრაზებს იმეორებენ და არ სვავენ შეკითხვას ახალგაზრდები, რატომ არის ეს ასე? არ უნდა გქონდეს უფლება შეკითხვის, რატო არის ეს თეორია ასე და არა სხვანაირად. ეს უნდა აპრიორულად მივიღოთ და გავიმეოროთ, იმიტომ ჩვენ ქართველებს თურმე არ გქონია იმის უფლება, რომ გქონდეს ჩვენი შეხედულება სამყაროს განვითარების საკითხებზე, მეცნიერებაში გინდა, ფილოსოფიაში გინდა, ნებისმიერ სფეროში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ შეზღუდული და ჩვენ არ უნდა გვაიძულებინო, რომ გავზარდოთ ჩვენი შვილები მაინც-მაინც სხვისი პროგრამებით. იმიტომ რომ ჩვენ თუ პასუხი უნდა ვაგოთ, მეტი უფლებაც უნდა მოგცეთ. არ შეიძლება, ჩვენი შეზღუდვა არ შეიძლება. მეცნიერი არის დაკნინებული მაშინ, რომ ესაც რექტორს არ აქვს უფლება, რომ თავისი პროგრამები საბჭომ შეიმუშაოს ისეთი პროგრამები, რომ მე პასუხიც აქვს. რა პასუხი უნდა მოთხოვო რექტორს, თუ კი ის გარედან შემოსული ჰაიდლაინებით და პროგრამები და სილაბუსებით სტამპავს ახალგაზრდებს. ყველაფერს თუ ასრულებს, ხო, რაც გარედან შემოვიდა, მაშინ ის პასუხსაც არ აგებს, მეგობრებო. თავისუფლება ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას. არ გაქვს თავისუფლება, არ გაქვს პასუხისმგებლობა. ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყანა. დიდი მადლობა, თქვენ
ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა და ამის დასტურია, რომ უამრავ ადამიანმა აი აგერ ალფაბეტის მიხედვით და პირველივე თქვენ ამ სიაში ამ ხალხმა დაასახელა, რომ აი აგერ საქართველოს პირველი 50 ალფაბეტის მიხედვით, რომელთაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მიიღეს. პირველი აფსეური ამირანი, გილოცავად მომირა, ეს ძალიან დიდი ამბავია, მე წამს თქვენი, მე მჯერა თქვენი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი ამ გადაცემის შემდგომ თქვენ ქუთაისში, იმერეთში და თუნდაც იმ პროკურატურაში და იმ უშიშროებაში და იმ სხვაგან დაგიდგებიან გვერდით, იმიტომ რომ სამართალმა გაიმარჯვოს და არა მეცნიერი კაცი ხარ, ასეთი დიდი რანგის, საინტერესო მეცნიერი კაცი ხარ. მე ხედავ ეს აი ახლა სომხეთში ვიყავი და იქ მქონდა რაღაც გარკვეული შეხვედრები თქვენზე, სასწაული რამეები მითხრეს სომხეთშიც კი და საქართველოში არ დაგაფასოთ, ეს წარმოუდგენელია. მე ვნახე გერმანელები როგორ წერილებს წერენ, მე ვნახე ამერიკელებთან როგორი ურთიერთობები გაქვს, მე ვნახე როგორ არის თქვენი წიგნები, რომელიც იმაში არის, როგორ უნდა ნახონ ეს წიგნი უთხარით და შეხედავთ. ხო, ამაზონზე ამირან აფსეური არაწონასწორული თერმოდინამიკა ინგლისურად არაწონასწორული თერმოდინამიკაზე მუშაობს კაცი და რა გისურვებთ თქვენ წიგნი ინტერნეტში? სადაც ასევრომდე ღირს მისი წიგნი. არ არის ახლა თქვენთანაც ეს მას არ გამოუწია, გამოწეს უცხოეთში და იყიდება ასე. გვაქვს ასეთი ხალხი და ამას უნდა გაფრთხილება. აი ამიტომ არის ეს ამ სიაში და ძალიან მინდა ჩვენს გაბედულად დაუდგეთ გვერდით და ჩვენ ღალატი არ იქნება. მაგრამ მადლობა